როგორც იქნა სახლში ვარ, შემიძლია დავისვენო. მომეცი ჩანთა, რამდენჯერ გთხოვე რომ ჩემს სივრცეს არ შეეხო. არ ჯობია რომ საერთოდ აღარ შეეხოს. დედა გაიგებს იცოდე შენ საქციელზე. მაშინ ვეთქვი რომ შენ გვიანობამდე გარეთ ხარ ხოლმე. როგორც ეს დედა მამის შესახებ არაფერი იცის. რა გჭირს ესე თქვენ? რატომ შხუბობ დამოდმებით? იმიტომ რომ ლეონა სულელია. და შენ ეს სიტყვები სად ისწავლე? ახავე მოდია, გაჩერდით, თორემ დედა მოვა და ორივეს დაგჭით. კარგი პატარა, მოგვიანებით მოგხედავ. როგორი დაღლილი ვარ და სად არიან ჩემი შვილები? ჩემო საყვარელო პატარაო, ნახე რა გიყიდე. მაგარია, მადლობა. ლუნა, შენთვისაც მაქვს სიურპრიზი. აი, ერთი შოკოლადის ფილა, დიანამ მთელი კანფეტების 5 მიიღო. უფროსი ხარ. რაც იმას ნიშნავს, რომ შენ უმცროსდას უნდა დაუთმო. და სად არის ჩემი შოკოლადის ფილა? შენ უკვე დასწული ხარ. საკუთარ თავს თვითონ უყიდი. ან არა. და ჩემი მაკიაჟის ჩანთასაც წავიდა, ზუსტად მახსოვს რომ აქ დავტოვე. პატარავ, ისევ ვარავ კოსმეტიკას? ლუნა, დამეხმარე, ლეონას უთხარი რომ კოსმეტიკის ჩანთა შენაიღე. კარგი, ამისთვის ას მომცემ და რა გინდა? დედა შენის ნახირის ტკბილეული გამიყავი. აიღე, შევთანხმდით. ჰეი, პატარავ, ისევ ვარავ კოსმეტიკას? თუ კოსმეტიკას ეძებ, მე მაქვს. არ მახსენდება, ოდესმე მაკიაჟი გაგეკეთებინოს. ზუსტად მოგითომ გადავწყვეტე რომ მეცადა. მართლა? მაკიაჟის ყოლს ვერ ვხედავ. აჰა, ეს ჩემი პომადაა. აი თუმე სინამდვილეში ვინ იპარავს ჩემს ნივთებს? არა, მართალი, ეგ ლუნა იყო. ვერ მომატყუებ. აი ახლა ისეთ დაგჭი. ლეონა, რამდენჯერ გითხარი რომ შენ უმცროსდას კოსმეტიკა არ მისცე? ის ჯერ კიდევ პატარაა. კი, მაგრამ დედა თვითონ იღებს დაუკითხავად. ასე რომ უკეთ და მალე, ახლავე წაიყვანე შენი და ჩამორესყე ეს სიბინძურე სახიდან. ვერ გავიგე, ეს კანფეტები დიანასთვის ვიყიდე. ეგ კანფეტები მან გამიღო. დედას ნუ ატყუებ, აქ სვენია ბავშვისგან კანფეტების გამორთმევა? ხო, მაგრამ სიმართლეს გეუბნები. მომეცი ახლავე, თორემ დაისჯები. არ გამიმართლა. ბავშვებო, ჭამის დროა. დედა, არ მინდა papa. მაგრამ შვილო, დიდი და ჯამრთელი რომ გაიზარდო, papa უნდა ჭამ, არ შევჭამ. უგებურია. კარგი, დედამ გემრიელი რაღაც გოგიტანა. ნაყინი, ჩემი საყვარელი, papa არც მე მინდა. შემიძლია რომ ნაყინი ვჭამო? არა, ნაყინი მხოლოდ ბავშვებისთვისაა. შეგიძლია პუნთუშა აიყო. არც ეგ არაა ცუდი. მეც მინდა პუნთუშა. ბევრი სჭამა მოგივა. აქ რესტორანში ნუ გგონია თავი. რასაც გაზმე ვისჭამე. მაგრამ papa-ს ხომ საზიზღრობაა. უკვე დასრული ხარ. თუ არ მოგწონს, თვითონ მოაზადე. კარგი, papa-ს შევჭამ. ლუნა, მეც მაკატავე. არა, ლეონას სკუტერია. მხოლოდ მე მომსა კატაობის უფლება. ხო, სულ ცოტა ხანი. დაგავიწყდა? ლეონა მაგიგზა და კატაობა. მომეცი. კარგი, უბრალოდ აღარ იწუწუნო. Yes! ეზოს ერთ წრეს შემოური და მორჩები. გასაგებია? კარგი. მოიცა, სკუტერს ხელით რატომ ატარებ? არ დატის, ბორბალი არ ტრიალებს. რა თქმა უნდა, ის არ ტრიალებს. ბორბალი დატეხე. მე არ განიტეხია, თავისით გატყდა. რა უთხრა ახლა ლეონას? არა, ის მოდის. გავიქეცი. კარგი, სკუტერი დამიბრუნე. თვის საღებავის მაღაზიაში უნდა შევიარო. მე ხომ ჯერ არ დამიმთავრებია. მოგვირადებით იკატავებ. მომეცი აქ. ვერ გავიგე, რატომ არ მუშაობს? ბორბალი გაუტეხე? ჩემი ბრალი არ არის. კარგი პატარავ, ერთი თვის განმავლობაში ჩემი სკუტერისთვის ჩიბის ფულს დაზოგავ. გასაგებია? გასაგებია. კარგი. ახლა კი ავტობუსის ბილეთისთვის $5 მომეცი. როგორმე მაღაზიამდე უნდა მივიდე. ჰეი, დედა, ითამაშე ჩემთან. ბოდიში შვილო. აპატიე, ახლა ძალიან დაკავებული ვარ. მოსაწყენია მარტო თამაში. კარგი, მაშინ ლეონა გეთამაშოს. ახლა ხან დაბრუნდა მაღაზიიდან. არა, ოღონდ მე არა. გარეთ ძალიან ცხელა, თან დაღლილი ვარ. გითხარი, შენ დასეთამაშეთქო, ახლავე. კარგი, დედა. კარგი, რა გინდა ვითამაშოთ?
მოდი დამალობანა ვითამაშოთ. მე ვიმალები და შენ ეძებ. კარგი, წადი. ადგილი მოძებნე. ერთი, ორი. ო, გამარჯობა, როგორ ხარ? კარგი, ალბათ ლეონა უკვე მეძებს. სასაცილოა. ჰეი, რატომ არ მეძებ? დიანა, ახლა არა, მნიშვნელოვანი ზარი მაქვს. შენ მე სულ დაგავიწყდი. ახლა ბევრი საქმე მაქვს. მერე ვითამაშოთ. ჰეი, რატომ ხარ ასეთი მოწყენილი? ლეონას ჩემთან თამაში არ უნდა. ლეონა ფიქრობს, რომ თამაშებისთვის ძალიან დიდია. მოდი, მე ვითამაშებ შენთან ერთად. და შენ არ ხარ ძალიან დიდი? არა, მე მიყვარს თამაში. მაშინ დაჭერობანა ვითამაშოთ. შენ იჭერ, აბა შენ იცი, ვერ გამეკცევი. მე ხომ გითხარი უკვე, ასე სწრაფად უნდა ვიხარ. ხო, მაგრამ აბა ისე დამიჭერდი. ახლა დედას დაურეკავ და მუხს დაგიმუშავებს. არ უთხრა დედას, ჭხუმს დაიწყებს და ცალკე ბრილიანტის პლანეს სამისვეს. რას ვაპირებთ? ასე მიუხედავად ვერ დავტოვებთ. ბავშვებო, რა მოხდა აქ? ავეცი და ფეხი ვიტკინე. აბა მაჩვენდნენ? პრობლემა არ არის. ვიცი როგორ უმკუნალო. მორჩა. ვა, საერთოდ დამტკივა. დედას ასე არ შეუძლია. ეს გაკვეთილზე გვასწავლეს. შენ შეძლებ ამის გაკეთებას ერთ დღეს. მადლობა, ლეონა. კარგი დახარ. მაინც არ მოგცემს კუთერით სიარულის საშუალებას. ესე იგი ასე, ხო? გოგოებო, მალე მოდით აქ ყველანი. თქვენთვის მნიშვნელოვანი რაღაც მაქვს სათქმელი. მისმინეთ, ხვალ დილით მივლინებაში მივდივარ, ასე რომ სახლში მარტო ჩებით. Yes! ო, არა, დედა არც ახვიდე. ასე რომ ახლა გადავწყვიტავთ, ვინ დარჩება უფროსად. კარგი, რა თქმა უნდა მე, რადგან ყველაზე უფროსი ვარ, ასე რომ ყველაზე უკეთ გავართმევ თავს. არა, უკვე გადავწყვიტე. უფროსად ლუნა დარჩება. მაგარია. ჰეი, ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა. ლუნა ყველაზე დამჯერი იყო. სკოლაშიც ყველაზე კარგად სწავლობს. და შენ? და მე რა? შენ თელ დღეებს წვეულებაზე ატარებ. გვიან გადიხარ გარეთ. უპასუხისმგებლო ხარ. არა, მართალი, მე მასეთი არ ვარ. შეიძლება რომ მე ვიყო უფროსი? მე ყოველდღე კბილებს ვიხეხავ და დროულად წვევი დასაძინებლად. არა, დიანა, შენ ჯერ კიდევ პატარა გოგო ხარ. უფროსი ლუნა იქნება. უგეშინია, დედა. ძალიან კარგად გავართმევ თავს. მე ხშირად დაგირეკავთ ხოლმე და გავიგებ როგორ ხართ აქ. კარგი. ახლა კი დროა მომემზადო. ესე იგი, საცურაო კოსტუმი, სათვალე, ჯისგან დამსავი კრემი. რას აკეთებ? სამსახურის მივლინებისთვის ვალაგებ ნივთებს. ხომ იცი? მოიცა, ჯისგან დამსავი კრემი სამუშაოდ? კი, სამუშაოდ. და ჯობია მან დარიდგე. დედა შენს კუდის პონაში უნდა დაეხმარო. ლუნას რატომ არ ხო ამას? შენ უფროსი დახარ, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ დედას უნდა დაეხმარო. ესე იგი, უფროსად დატოვე ლუნა და დასახმარებლად კი მე მტოვებ აქ, ხო? ნუ წუწუნეთ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი. გინ მოგწონდეს, გინდა რა. კარგი, მორჩა, ახლა კი უნდა წავიდე. ნახვამდის დედა, მალე დაბრუნდი. მორჩა, ახლა აქ მე ვარ უფროსი. სწრაფად წადით და სადილით და ცივი კოქტეილები მომიმზადეთ. ჰეი, სად მიდიხართ? მე შენ არ მოგისმენ. შენ ჩემთვის ჯერ კიდევ პატარა დახარ, მაგრამ დედამ თქვა რომ არ მოგისმენ, არ მაინტერესებს დედამ რა თქვა. მეც არ მოგისმენ. მე მხოლოდ დედას უჯერებ, მაგრამ მე ხომ უფროსი ვარ. არ გინდა კარგად ლაპარაკი? ხო და ახლა ნახავთ თქვენ. როცა დედა სახლში არ არის, არავის შეუძლია წვეულების მოწყობაში ხელი შემიშალოს. ყველა ჩემ მეგობას გაუგზავნი მოწვევას. არც კი იფიქრო ამაზე. არანაირი წვეულება არ იქნება ამ სახლში. რაც კი დაისქვი, ვერაფერს გააკეთებ, ვერაფერს მიზამ. ჰეი, რას აკეთებ? კარგი. დამპირდი რომ წვეულებას არ გამართავ. კარგი, გპირდები. უბრალოდ დამიბრუნე ტელეფონი. მოიცა, ყველა დავალებას რომ შეასრულებ, მერე დაგიბრუნებ. სახლის საქმეები? ტელეფონის დაბრუნება თუ გინდა, ყველაფერი გააკეთე, რაც აქ წერია. დედაც კი არ არის ასეთი მკაცრი. კარგი. ამას კომპლიმენტად მივიღებ. ჰეი, რატომ ისვი სათამაშოებს? ახლავე დაალაგე. არა, შენ დედა ჩემი არ ხარ რომ ზანებები გასცე. ასე ხო? ჰეი, დანიბრუნე, ეს ჩემი საყვარელი ჩანთაა. თუ გინდა ჩანთა, ლეონას სახლის საქმეების გაკეთებაში დაეხმარე. ახლა კი დროულად შეუდექი საქმეებს. მოიცა, ხოლო ჩვენ რატომ მუშაობ და შენ არაფერს აკეთებ? იმიტომ რომ აქ მე ვარ უფროსი. კარგი, მოიცა, ლეონა, როცა დედა მე დამტოვებს უფროსად, ცუდად გექნება საქმე. გამარჯობა,
გამარჯობა. როგორ ხართ? არ თვევთ ჩემს გარეშე თავს? კი, ყველაფერი კარგადაა. კარგი. იმედი მაქვს არ დაგავიწყდათ ჩემი დავალებების სია. არა, ჩვენ გულმოდგინეთ მუშაობთ. ო, კი, მუშაობ თურმე. და შენ რა შვები? ო, მე სულ მუშაობ. უკვე ოპლის კი მომდის. კარგი, შეხვედრაზე უნდა წავიდე. კარგად. ახლა კი უკვე აუში სურვის დროა. ჭურჭლის დავეწყოს მორჩი. ახლა შეგვიძლია ჩვენი ნივთების დაბრუნება? არა, ჯერ სათამაშოები არ დაგილაგებიათ. სათამაშოებს არ დავალაგებ. ლუნამ თქვა რომ ეს ერთად გავიკეთებინა. არ მოინტერესებს, ჩემი სათამაშოებია და შენ დაალაგე. რასაკეთებ? ეს იმიტომ რომ არ მეხმარები. კარგი პატარაო, ახლა შენ ისეთ რაღაცას დაგმართებ. მოიცა. ჰეი, გააღე კარი. ეთყობა დაგავიწყდა რომ გასაღები მე მაქვს და მაინც შემოვალ. ჰეი, სადიმალები? მოდი, იცოდე, მაინც კი პოვი. ჰეი, რას უსაქმურობთ? ჯერ კიდევ საქმეები გაქვთ ასაკეთებელი. მე დიანას ვერ პოულობ. რას ნიშნავს დიანას ვერ პოულობ? ოთახში მოძებნე და როგორც ჩანს არსად არაა. როგორ შეძელი შენი პატარა დის დაკარგვა? ჰეი, ის შენი დაც არის. ასე რომ შენს უნდა მიხედო მას. უნდა ვიპოვოთ, სანამ დედა დაბრუნდება. დიანა, გამოდი. დიანა, გამოდი. თუ დედა გაიგებს, ცუდად გვექნება საქმე. იცი რა? დედა უკვე დაბრუნდი? ო, სამსახურში ისეთი სიცხე იყო, ადრე გამოგვიშვეს. როგორ ხართ? რას აკეთებთ? შესანიშნავად, უბრალოდ შესანიშნავად. სუფთა ჰაერზე გადავწყვიტეთ გასეირნება. დიანა სად არის? სად არის ჩემი საყვარელი ქალიშვილი? ო, აქ ძალიან ცხელა. წამოდი, შიგნით შევიდეთ, გეთახმები. დიანა სად არის? რატომ არ გამოდის? დიანა საშინაო დავალებას წერს თავის ოთახში. რა საშინაო დავალებას? ახლა ხომ საფხულია. გოგუებო, რამეს მიმალავთ? არა. კარგი. ჰოდა ზემო თავალ და დიანას მის ოთახში მოვინახულებ. არა, იქ ვერ შეხვალ. რატომ? ჩემი ქალიშვილის ნახვა მინდა. დიანა იქ არ არის. ჩვენ დავკარგეთ. რა ქენით? ლეონა. ადრე თუ გვიან მაინც გაიგებდა. ო, რაღაც ცუდად გზნობ თავს. დედა რა გჭირს? თავბრ მეხვევა, გული მტკივა. ცუდად ვარ. ნუ ღელავ, ჩვენ მას ვიპოვით. რა მოხდება რომ დაშავდეს? ან მანქანა დაეჯახოს? მას ამე რომ დაემართოს, მე ვერ გადავიდარ. ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება. მე გავაღებ. დღემშვიდობისა, დიანა შემთხვევით აქ ხომ არ ცხოვრობს? კი, რა მოხდა? გამარჯობა. ის ტკბილეულის მაღაზიაში წავიდა და გზად დაიკარგა. გამარჯობა. მაგრამ ვიპოვე და სახლში მოგიყვანეთ. მადლობა. თქვენ გადაგვარჩინეთ. რით შემიძლია რომ მადლობა გადაგიხადოთ? დიანამ თქვა რომ მაღაზიიდან წამოღებული ყველა ტკბილეულის საფასურს თქვენ გადაიხდიდით. თიახ, რა თქმა უნდა. რამდენი მაქვს გადასახდელი? $100. რამდენი? რამადა გქონია დიანა? დედა, შეხედე ვინ გამოჩნდა. ჩემი შვილი, კარგად ხარ? ყველაფერი კარგადაა. ხედავ, ტყუილად ღელავდი. თქვენი მარტო დატოვება შეცდომა იყო. აღარ დაუშვებ რომ ეს კიდევ გამეორდეს. კარგი, ესე იგი, რას გულისხმობ? ხვალიდან მე ძიძას ვიპოვი. არა, ოღონდ ძიძა არა. მაშინ დამემტკიცეთ რომ ძიძის გარეშე შეგიძლიათ მარტო დარჩენა და გადავიფიქრეთ. ამას ლაიქებით დავამტკიცეთ. კი, თუ ამ ვიდეოს 2000 ლაიქი ექნება, დავიჯერებ? შეიძლება. და ნამდვილად ღირს. მეგობრებო, მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი.